ყველას მოგესალმებით. გამოვლაგდით. დღეს კვირა დღეა, ეველინა მიყვავს სკოლაში, რადგან აქ რაღაც სტრატეგიული თამაში 1 საათიანი escape room-თან ერთად. და მივაცილებთ, ახლა დავტოვებთ და მერე ჩვენ გავისეირნებთ. ჩვენ გამოგვიზაფხულდა, ნახეთ როგორიცა გვაქვს. წამოშა გიყვანდა? ტოვეთ ევეკო. 1 საათში გამოვუვლით, მანამდე სად წავას ბატონო ზურაბ? დაგზე სადმე თოგულდა. სად გინდა რომ დაიჯდა შენობაში სიხარულო? შენობაში რა სახლთან ახლოს აქ? როგორ ჭიკჭიკებენ ჩიტები? დანი! კუკუ! დანის კაბა ისეთი ლამაზი გამოვიდა ნარგობებომ რომ შეუკერა, ის კაბა დაშალა მთლიანად. სად გინდა რომ წახვიდე? ტყეში? მერე ტყეში მგელი როა? ეხა მოვდივართ აგერ ჩვენს უბანში მე და ზურა და აქ შენდება ბინა, ანუ ჯერ არ არის დასრულებული ეს ბინა. და ნახეთ. ფანჯრები ჩასმულია, კარფანჯრები. და ერთი ნამცეცი დასრული არ არის, ანუ რატო ვამბობ ეხა ამ ყველაფერს? თან ყველას მეტად რა მომწონს, იცი, ის გაყვანილობა რომ თარაზოთი გასწორებული აქვს, ყველაფრის გაყვანილობა ესე ძალიან მოწესრიგებული და ძალიან კოხტადა. და რატო ვამბობ ეხა ამას? ძალიან ბევრ პოსტებს ვაწყდები რემონტის ჯგუფებში და მსგავს ჯგუფებში, რომ როგორ მოვაცილოთ მეტალოპლასმასეს ეგრეთ წოდებული ბრიზგისგან და ქართულად რა ქვია ბრიზგის არ ვიცი, მაბადი. შპაკლი თუ არის შპაკლის სხვა რაღაცა ესე გაცხან. ან ის ლენტი რო არის, წებოვანი ლენტი და საუკუნე მიმხმარი როა და გამომწვარი მზისგან და რო ვეღარ აცილებენ. ხო და მიყვირს უბრალოდ ისეთი ფანჯრების დასუფთავება უწევთ ხოლმე ამ ბინის მშენებლობის დამთავრების მერე. მართლა მიყვირს, რომ რატო აკეთებენ ასე მაგიანი ჩაოლებ ბინძურად გაკეთებული საქმე. აი, ძალიან ელემენტარული, ამის წინ ახლა მე და ზურაც სხვათა შორის ამ თემაზე ვლაპარაკობდით. ჩვენ რო გამოვიძახოთ ახლა ან კონდიციონერის ხელოსანი, ან ნებისმიერი ხელოსანი. რო გაბურღეთ დახვეტეს, შიგნით დახვეტეს, გაასუფთავეს და ზურამ პირიქით უარს ეუბნებოდ, რომ განებეთ თავიო და აქ არანაირ ნაგავს არ დაგიტოვებს ხელოსანი. რისი ხელოსანიც არ უნდა იყოს. ბაკით რო გამოვცვალეთ, აი დამაფონიც რო გამოგვიცვალეს. უბრალოდ ესე კუთხეში მიდეს ის რაც იყო გადასაყრელი. უმეტესობას ის ნაგავიც მიაქვს. ანუ ნაგავს არ ტოვებენ. მაგრამ ეს რო გაბურღონ კედლები ან რაღაცა, ხო? კარებები რო გამოვცვალეთ სახში, მაშინაც დახვეტეს თვითონ, გაასუფთავეს, ახლა მტვერებს არ გადამიწმიდოდეს სახში, მაგრამ უბრალოდ რატო ხდება ესე, რომ ხო შეიძლება კოხტად და ლამაზად გააკეთო და მოწესრიგებულად და არ დატოვო, მაგრამ ეთყობა ზემოდან ართულიან ვალდებულად თავს, რომ ის საქმეც ევალებათ, კურიერების არ იყოს. იმდენად გამიკვირდა ხალხო. ხო არ ვიცი, ახლა წლებია საქართველოში არ ყოფილი ვარ, არ მიცხოვრია წლებია ამის თქვა მინდა და ყოფილით როცა ვიყავი კურიერული მომსახურება არ გამომიყენებია. იმდენად გასაკვირია ჩემთვის, რომ მე მაგალითად გამოვიძახო რაღაც ელემენტარული საჭმელი და კურიერმა მომიტანოს, თურმე უნდა ჩავიდე ქვემოთ და ქვემოთ უნდა დავხვდე. აქ სასაცილოდ არ ეყოფა ბერძენს რო უთხრა მაგრაი რაღაცა რო უთხრას კურიერმა მე შენ სახში არა მოგიტანა ჩამოდი და ქვემოთ დავხვდიო. ახლა მომისმინე როგორ არის ვაი.
როცა ლიფტი არ არის, მესამეს მე ნუ თქვენ ხო გიწერენ ზურა, ანუ ყო მაგალითად ბევრმა რამდენჯერ მეხუთე სართულზე ასულა ხორის ასას აი მე ლიფტის გარეშე და მელოდება კარებთან და ბევრჯერ დამიძახი შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ მე არ ვარ ვალდებული ავიდე მაინ იცი შენ რო არ ხარ ანუ კომპანიისგან არ ხარ ვალდებული არ ხარ ვალ შენ მოდიხარ კარებთან შენ თუ ლიფტი არ მაგი არ ვიცოდი ხო შენ ლიფტი თუ არ გიმუშავებს მაგი ხო სხვა არა მაგი სხვა თემა შენ ჯერ მაგი სხვა რაღაცა რამდენი კილომეტრით გამოვდივა და მე შენ მელოდები კარებთან რომ ის არა მე სხვა რაღაცას გეუბნები ახლა ლიფტი თუ არ მუშაობს და ტექნიკური პრობლემა საერთოდ არ ადიან ზურა და ტიპსაც რო არ გაძლევენ ხო ტიპსის მიცემა კიდეც არ გეთემა ნუ არა შენ არ ხარ ვალდებული რომ ლიფტის გარეშე შენახვიდე მეხუთე და მაგაში გეთანხმები ანუ მაგაზე კი გეთანხმები მაგრამ ეხლა როცა ლიფტის საკითხი მოწესრიგებულია და ისა ჩვენ რამდენჯერ საჭმელი გამოგვიძახებია ერთს არ უთქვია არც ერთ კურიერს არ უთქვია რომ მე გამოდი გარეთ და გარეთ დამხვდიო ხო ლიფტით ხო და საქართველოში არ შვებიან ანუ მიდიან ასე კარებამდე კორპუსის კარებამდე და უნდა ჩამოხვიდე კაპიკი რო არის გადასახდელი ლიფტში და ის მაგიტომ ხო და ბოლო ავდგები და ჩაუშვებ ლიფტს და მათი კაპიკს ჩავდები იმ ლიფტში და დახვდება კურიერი და ამოვა ხო მაგრამ არც მაგაზე არ იწუხებენ თა ანუ არ შედის ჩვენ ვალდებულებაში არ ვიცი ახლა რამდენად სწორად გაიგებთ ამ ჩემს გამოსვლას როცა არა და მე-9 სართულზე გელოდება იქ არასწორია მაგი არასწორია მაგაში გეთანხმები დამიძახია რომ ეს შეგიძლიათ ჩამოვიდო მაგაში გეთანხმები იმიტომ რომ რატო მაგრამ როცა ლიფტის საკითხი არის მოწესრიგებულია რატო უნდა უთხრა სისულელია მაგი საერთოდ არა აქვს ანუ საერთოდ არ მიაქვთ კარებამდე მაგი რო უთხრა ვერას მოგწევს მე და ხო გაგიზდება ხო და მაგი გამიკვირდა ზუსტად იმიტომ რომ ჩვენ ლენასთან სიხარულო არც ლიფტი არც არაფერი 1-9 სართულიანის კიბებია გამოსავლელი მაგის სახლამდე რომ მიაღწიო და არასოდეს კურიერს 1-11 არ უთქვამს რომ მე არა ვარ ვალდებული მოგიტანო მამდეო და მაგი მიკვირს მეტი კი არაფერი თორე ახლა ყველამ თავის საქმის იცის ყველამ თავის საქმის იცის უბრალოდ გამიკვირდა ანუ ჩემთვის იყო ძალიან გასაკვირი რომ მე თუ კურიერს ვიძახებ ესე იგი არა მაქვს მე იმის საშუალება რომ ჩავიდე და პირადად მივიდე და ვიყიდე ხო იმისთვის ვიძახებ რომ სახლამდე მომიტანოს რა ვიცი რა გითხრათ აბა რა გითხრათ წავით ახლა ევეკოსთან საერთოდ უყურე ბიჭები ასე ძახიანიცე ლიფტი არის არ არის ლიფტი ხო როიცახეს ხალხი ისე შეიძლება ბურჟუაზიკო არა ვართო ტიპსი რომ ვიცით ბიჭებოც კულტურა ელემენტარული კულტურა ზურა ბურბუარის მიცემა ჩვენც არა ვართ ჰიპოქრეოტიკი ჩვენც არა ვართ ვალდებული რომ შენს ამოგიტანო საჭმელი მაშინ მოვალ მე კარებამდე აგერ და ჩამოგწადე ხო და ეგა მე თუ წავიდა ჯინოვაზე ჩვენ რა ვიცი არ მახსოვს რამე გამოგვეძახებიოს და ჩაი არ მიგვეცეს ნუ ბურბუა ან სადმე ყავას რო სვამთან რაღაცა რო ვჯდებით არ მახსოვს იმიტომ რომ რაღაცნაირად საქართველოში როცა ვცხოვრობდით ასე არ დავდიოდით არ გავდიოდით ასე არ უკვეთავდით ანუ ასაკით სხვა გქონდა მაშინ და ყველაფერი და სხვანაირი ცხოვრება იყო და აქ ეხა რაღაცნაირად ეჩვევი ამ კულტურას. დავიღალი ამასობაში. ხო და ეს ვინა იყიდება ზურიკო? მე და სული საერთოდ. ჩანთაში აქ ევეკოს. დადი, ესე იგი კარგი დრო გაატარეთ. კვაყოფილი ხარ. ყველა ერთად თამაში. ცოტა მომიდა, წადი და დავიდე. ძალიან კარგი. ანუ ყველა თამაშობდით ერთად, ხო? ალფადიო წავა. ბოლო ის უცხო პლანეტელი ნახეთ, სად იყო დამალული? ჩონდაში. მართლა? ხო. მერე? ერთი წინი იყო, ერთი მეორე მხარეზე იყო. კირი ანდრეა იყო დღეს დედა? არა? სხვა მას კირა ფოტინი იყო. კირია ფოტინი. შემოგელედა. და მისცეს საწუწნი კამფეტები ფანქარი და თვითონ იმ
ცენტრის ბარათი, რომელიც ცენტრიც მოსული იყო ეხა აქ სკოლაში. საკონტაქტო აწერიან ბარათზე და სხვადასხვა აქტივობებია. ძალიან მიხარია რომ კმაყოფილი ხარ. გაკვეთილებიც ნამეცადინები გაქვს? დარბოდით და თუ რა შვებოდით? დარბოდით და რაღაც აი როგორ მომწონს ეს ისა ზურგჩანთა ევეკოსი ძალიან მაგარია რა საყვარლობა ზურასგან დავჯილდოვდით ნაყინით ესენი არის რაღაც ახალი კრიკრის გაყინული იოგურტი ერთი ავიღეთ ატმის მეორე მარწყვის ამას მე და ზურა დავაგემოვნებთ ეველიკუნას აქვს პეპაგოჯის და ესაც სად არის ვარჩანს დანიკუნა მაირჩია გრანიტა კრიკრის გრანიტა იმისი მარწყვის კრიკრის ძალიან გემრიელი ნაყინებია ევე სახში გავხსნათ დადი თორე ეგ ისეთი არის ყუთით რო არის კოვზით უნდა ჭამო და არ იქნება კომფორტული გზაში ერთსულ მაქვს ახლა ამას ოდს დავაგემოვნებ იმიტომ რომ გაყინული იოგურტის ნაყინები არის ხალხო არ ვიცი საბერძნეთში ვინც ჩამოვა ტურისტულად აუცილებლად უნდა მიირთვას გაყინული ბერძნული იოგურტი. ჩემი აზრით. ზურას უყვარს ბოქსის გაყინული. ბოქსი ხო ქვია? ჩილ ბოქსი უпроსტორად. ჩილ ბოქსი. ესე ქვია. ყველგან აფაქტიურად. დრუნცულიევი. სამი სულამანიძე. გამოვედი გარეთ, რომ მითხრათ ეხა მაიკო, სად მიდიხარ? გვიცხარი არ ვიცი სად მიდიხარ, უბრალოდ გამოვედი. ჩემები ვასადილე. ნარგომ გაგვიკეთა უგემრიელესი სალათა. ხო და მივაყოლეთ ამ ჩვენ საჭმას ეს სალათი და გოგოები ევეკო მეცადინავდა, დანი მაიმუნობდა. მე მორჩა ევეკო მეცადინაობას. ხო და აი მე რა საყვარელი ძაღლია ღმერთო. ფუფულიკო რა საყვარელი ხარელა, კალიფორდა. ხო და მოკლედ გამოვედი ესე ცოტა ხნით. კი მართალია დღეს კვირა არის, მაგრამ უბრალოდ რომ გავისეირნოთ ქალაქის ცენტრშიც კი არაფერი არ გუშლის ხელს. თან კვირაობით ერმუზა ზოგიერთ მაღაზიები არის ღიად. ხო და გადავავლებ თვალს წყალს დავალებინებ რომ მიყვია თვალს გადავავლებ ყველაფერს და მოbrundები მე ზურა სამსახურში უნდა წავიდეს და ცოტა დრო მაქვს. ესე განტვირთვისთვის მინდა გითხრათ. ხავდიარ გაჩერებაზე რომ ქალაქის ცენტრისკენ წავიდე. კი ვფიქრე აქ კალთიაში გავისეირნებთ, მაგრამ კალთიაში ყველაფერი დაკეტილია ეხა. კაფეში თუ დაждები სადმე და დაждომეთ სახშიც კი ვზივარ. ვიდო ვარჩი ესე ქალაქში გასეირნება. იმედია ავტობუსი მოვა დღეს. თორე შაბათ კვირას და განსაკუთრებით კვირას უფრო იშვიათად დადის ვიდრე შუაკვირის დღეებში. დიდებული ერმუ. ზოგი მაღაზიები ღია, ზოგი მაღაზიები არის დაკეტილი. ხო და გავიაროთ ახლა. თვალს წყალი დავალევინოთ ბავშვების ზარაში მინდა შესვლა. ანუ ზარაში მინდა შესვლა ბავშვების განყოფილებაში. ადრე იყო -1°C. ეხლა არ ვიცი რომ ესე. ისევ -1°C არ შეუცვლიათ არაფერი. აქ არ ყოფილვარ დიდი ხანია. ხო და აქ ვართ. ვიყავი ზარაში. არაფერი ისეთი არ იყო. წამოშევიდეთ მანგოში. ჩამოვედი მოკლედ ერმუზე. ჩამოვისენე უკვე. ეკლესიამდე ვარ ჩამოსული. დრო და დრო შევდივარ მაღაზიებში, ვათვალიერებ რაღაცებს. განსაკუთრებული ისეთი არაფერი. და ეხა მინდა მოვძებნო სადმე ბაბულთი და დავლიო. ცხელა გავგრილდები, თან გავისეირნებ
სტრადივარიუსში მეზარება შესვლა, სიმართლე გითხრათ. ესეთი ამბებია. ბევრი ტურისტებია ძალიან. შემოსაყვარლეს bubble tea-თანაც მოვედი. ეს არის ესე პირდაპირ რო ჩადიხარ არის მონასტირაკი. ტრენოს გაჩერება, შევიდეთ ახლა, ნახეთ რა მხელა. ტადამ. ესეც ჩემი უსაყვარლესი bubble tea, მაგრამ აი იმ ბურთულების გარდა კიდე ნაჭრებად, ესე ჟელესებურ ნაჭრებად შიგნით ეს არის passion fruit და ლიჩი არის ქართულად, თუ ლეჩე, ლიჩი. მოკლედ. ეგზოტიკური ხილის მოყვარული გოგო ვარ და ძალიან გემრიელს აკეთებენ აქ კონკრეტულად, აი. აქ. გოგოები ვაბანავე უკვე დავაწვინეთ, ძინავთ და ვიდრე ხამ კაბას ჩავდებ დანის ბაღის ჩანთაში, რომ ბაღში წავიღოთ ხვალ. მინდა რომ გაჩვენოთ და მე დაგემშვიდობებით, მაგრამ მოკლედ. ნარგომ ეს კავა ფაქტიურად შეუკერა, იმიტომ რომ რაც ვიყიდეთ ის დაარღვია მთლიანად. ეს იყო ზედაპირი მისი და იყო მხოლოდ სარჩული. და ნარგომ დაუმატა ეს ორი ფენა ტული და ასევე დაუმატა ეს წელზე შავი სქელი რეზინი. და სარჩული ხო გაჩვენეთ მაშინ ნარგო რომ აფერადებდა. ანუ აქ რაც არის გაფერადებული, აქ იყო თეთრი ფერის კოპლები ქონდა კაბას. და ჩვენ ეს სარჩული მთლიანად შევღებეთ, ანუ წითელი იყო, ანუ წითელი თეთრი კოპლებით, მაგრამ როდესაც მარტო კოპლების შევღებეთ, ცოტა უფრო ყვიროდა და ამიტომ მთლიანად გადაუარეთ იმ მარკერით ამ სარჩულს და ეხლა როდესაც სარჩული არ გამოჩნდება იმდენად ჩამოეფარება ეს ჩვენი ტული ავჩეჩე. მაგრამ ანუ ერთიანობაში, როდესაც ეს სამი ფენა ექნება ტულის ჩამოფარებული სარჩულს, აი იმ სხვაობას ვერ დავინახავთ. ამის თქმა მინდა და თან სარჩული მარკერით რომ ოდნავ ჩანს, მაგრამ ისი არა როგორც მანამდე. და რის თქმა მინდა და მარკერით, როდესაც ეს სარჩული შეღება ნარგომ და მე გაშრა ესე რაღაცა მყარი დგომა აქ რა. მოკლედ ესეთი გამოვიდა. ჩვენი გოგოშკას ქვედაბოლო. და ხვალ წავიღებთ ბაღში და ვნახოთ როგორ მოგვიწონებს ჩვენი დირექტორი. თორემ მის მასწავლებელს მოეწონება ვიცი, იმიტომ რომ ვიდრე გადავაკეთებდით, მანამდე ვაჩვენე და ამას ქონდა წითელი ატლასის სათავე, რეზინი რაშიც ქონდა გაყრილი და იყოსო ეგრეო, ნუ იწვალებთო რა, დატოვეთო და მეთქი არა, ყველას ხო შავი სათავეთი ექნება და ჩემ გოგოსაც ესე შავი სათავეთი ექნება, თქო და მოკლედ ჩავდებ ახლა ჩანთაში. აქედან დაგემშვიდობებით, ახლა წავალ მოუწესრიგდები. და ჩვენ შევხვდებით მომავალ ვლოგში დროებით. როგორ დადგა?